მუსიკალური სკეჩით გუნდი კოზა ნოსტრა. გთხოვთ. ალბატონებო და ბატონებო, ოთარ დადიშვილი. ვასვეგასში გათენდა შეამა ამოვიდა ვაშინგტონში შუადღეა. გამარჯობათ, ალბატონებო და ბატონებო. დღეს მე მონოლოგს არ წავიკითხავ, რადგან ძალიან ნერვიულობ. მოგეხსენებათ, დღეს მასაკანის ფინალია და ჩემი შვილი თამაშობს. მე ის კი არ მანერვიულებს, ის წააგებს თუ მოიგებს. მე ის ჭორი კანაკაცები მანერვიულებს, ვინც იტყვიან, რომ მამა და ბიძა ატიშვილი ყავს. ამიტომ მე მაგიდასა გადავინაცვლებ. იყო დრო, როდესაც ცენზურის გამო ადრე ყველა თემაზე ვერ ხუმრობდნენ. ეს ის დრო იყო, როცა მე ერთი სამსახური მქონდა და ეს ის დრო იყო, როცა რეალი ბარსას უგებდა. ახლა კი ახალი რუბრიკა იყო დრო, გუნდი კოზა ნოსტრა. გთხოვთ. იყო დრო, როდესაც 1 კილოგრამი შაქარი 1 კილოგრამი კუპონი ღირდა. იყო დრო, როდესაც ქალები სამშობიაროში კიოდნენ ხოლო ბესიკალანდაძე სცენაზე. იყო დრო, როდესაც ქართველებს ეკლესიაში დაჩოქების გწვენოდა, ხოლო შევარნაძეს თამამად უჩოქებდი. იყო დრო, როდესაც საქართველოში ინგლისური მხოლოდ გელად ჩარკვიანმა იცოდა. იყო დრო, როდესაც ორბელიანი ლუდოვიკო მე-14-დან აროდინეს და მე-15 კაცად შევიდა. ეს ანადრე იყო. იყო დრო, როდესაც ლევან პირველი იყო და ერეკლე მეორე. იყო დრო, როდესაც კორუფცია კონსტიტუციის ერთ-ერთი მუხლი იყო. იყო დრო, როდესაც ქვეყანაში რა ხდებოდა მხოლოდ კოკა ყანდიაშვილს აინტერესებდა. და ბოლოს იყო დრო, როცა ქორწილს თამად აყავდა, ხოლო ქართულ მასაკანს თამადები. და ეს ადამიანი სცენაზე ასე ტყუილად არ იდგა. მე თქვენ დაგემშვიდობებით, რადგან ძალიან მეჩქარება მელოდებიან, თქვენ კი დაგიტოვებთ რუბრიკა ვიდეო, რომელიც YouTube-ზე ვნახეთ. როცა დღე კარგად იწყება, ყველაფერი გავიწყდება. გამელი დღე შენთან არის იმედი. თუ მასაკანი იწყება, იწყება არ დავიწყება. ყველა სახეზე გვიჩნდება ხიბილი. იმდენი ხანია მე შენ საყვარებას ველი. Gundi Cosa Nostra da
კოზანოსტრა მადლობა სუხთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობას და სპორტის და ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაციას და ასევე შპს უქიმერიონს. მე მგონია დავასრულეთ უკვე, გავედით ფინიშში, ასე რომ გუნდებს თხოვ სცენაზე. შევაფასოთ ჯერ კონკურსი მუსიკალური სკეჩი, მაქსიმალური ქულა არის 5. თხოვთ გუნდი მგლანდი 4 3 3 3 4 2. მადლობთ. მუსიკალური სკეჩი გუნდი ბრიგადა 4 3 4 3 4 3. მადლობთ. გუნდი ქუთეისელები 5 5 5 4 5 5. მუსიკალური სკეჩი გუნდი ელარჯი 5 3 5 3 4 3. და ბოლოს გუნდი კოზანოსტრა 5 5 5 4 4 5. ეხლა სანამ გავიგებთ თუ საერთოდ რა მოხდა დღეს, თუ ვინ გახდა საქართველოს ჩემპიონი, მოდით მაინც ჟიური დღეს კი ვაწვალე ბევრი მეორე კონკურსზე ბიატლონზე ვარ ვეინე, მაგრამ მოდით ეხლა რაღაცაც გითხარით და უთხარით გუნდებს. გიორგი გოგიჩაიშვილი, გთხოვთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობის გუნდებს მოგესალმებით. ძალიან რთული იყო ჩემთვის შეფასება, ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ გუნდები მომზადებულები იყავით. ყველა გუნდი ძალიან კარგები ხართ, აი იქიდან დავიწყებ, გლანდი დგას პირველი, ხო, გლანდი. კარგები ხართ, ბავშვებო ასე გეტყვით, მაგრამ ნუ ფინალში ხართ. არ ვიცი, მე მგონი ეს კარგია, გაქვთ ხარტი, ძალიან ისეთი იუმორი. არ ვიცი, აქ აღმოჩნდება, დაითვლება მე რომელზე გავიდა. გადავდივარ ელარჯზე, ემოციური იყო თქვენი გამოსვლა თავისთავად, იმიტომ რომ თვითონ თემა არის ისეთი ყველასათვის მტკივნეული. მე ბოლო მუსიკალურ ნომერს უფრო ჩაფიქრებული უყურებდი, ვიდრე ვიცინოდი, იმიტომ რომ ჩვენი ტკივილია, მაგრამ იყავით ულამაზესები და ძალიან კარგები და ეს პატარა ანგელოზი, მინდა რომ თქვენი გუნდის თილისმა იყოს და გუნდის სახე იყოს. კოზანოსტრაზე რა უნდა ვთქვა, დღეს იყო როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო კოზანოსტრა, მომწონს რომ აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას თითოეულ გუნდის ჩაცმულობაზე, იმიტომ რომ ისინი ზრუნავენ ამაზე, მაყურებელს პატივს სცემენ, იმიტომ რომ არიან მართლაც კარგად ჩაცმულები. გამეხარდა რომ ჩაგაცვეს როგორც იქნა. დიდი მადლობა. მადლობთ, თიკო სადუნიშვილი. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, ქუთეისელებო და კოზანოსტრა, მეც თქვენსავით ნერვიულობ, იმიტომ რომ არ ვიცი, ახლა რა შედეგი იქნება. ტატა ცოტა მალე თუ შეიძლება. გილოცავთ ყველას, თავიდან ძალიან კარგად დაიწყეთ, მერე ცოტა ჩააგდეთ და ბოლოს შეძელით გაგვაცინეთ და მეცაც გეტყვით აგვატირეთ. მე მინდა მივმართო მაყურებელს, ქართველი მაყურებელი ცოტა გამოირჩევა ხოლმე ტაშის სიზარმაცით, რასაც მე ყოველთვის ვებრძოდი და მომავალშიც გავაგრძელებ. მე მინდა რაც არ დაგიკრავთ და დაიზარეთ, ეხლა დავუკრათ ყველას ერთად და ისე გააგრძელოთ. დიდი მადლობა ყველას. მადლობთ, ნიკა ლომინძე. საღამშვიდობისა, დიდი მადლობა დარბაზს. თიკოს რო აყევით მაგიტომ. კარგი აპლოდისმენტები, ძალიან გუნდებს ძალიან დიდი მადლობა გოგიჩას განსაკუთრებით, იმიტომ რომ რაც მინდოდა მეთქვა, ყველაფერი ძალიან ლამაზად და კარგად ჩამოაყალიბა. ესე რიგრიგობით და განსაკუთრებით ელარჯი. იყო არაჩვეულებრივი მიგნება ის, რომ რაც თქვით და რაც გააკეთეთ ბოლო ნომერი. იყო ფანტასტიკური, ზუსტად იცით, სად ხართ, რატომ ხართ, ვინ ხართ, რამდენი ხართ და როგორები ხართ. მაგრები ხართ ძალიან. მადლობთ, ლადო ტატიშვილი.
მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან. მე არ დავარღვევ ტრადიციას და პირველ რიგში დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. ესენი თქვენ აქეთაც არ დამეჩაგროთ. მე როგორც ვატყობ, ჯილდო ესე თქვათ დიდია, 2 დასადგამი აქვს, შეიძლება 2000 გაიღოს, რა ვიცი, აბა. მაგრამ ყველაზე მთავარია ის, რომ ფინალი გამოვიდა ისეთი, როგორიც ყველას გვინდოდა. ოთარ ტატიშვილი, გთხოვთ. მე გეტყვით, რომ ჩემი ფავორიტი მე სულ, რა ვიცი, მესამეჯერ ვარ, ხო, ნიკუში, მე მგონი ორ თამაშზე ვიყავი და ფინალზე. ჩემი ფავორიტი პირველივე ტურიდან იყვნენ ქუთეისელები. და მე მგონი ეს ჯილდო ალბათ იყოფა დღეს, რა ვიცი, თულა ყველამ ვიცით. თუ გაიყოფა, მე მგონია რომ ამ პრიზის 60% ქუთეისელების არის, 40% კოზანოსტრას. მადლობთ. ეხლა კი ლადო ვარძელაშვილს თხოვ, ამოვიდეს სცენაზე. თხოვთ ეს თასი მიაწოდოთ. ვიცი მე დაფრილი მაქვს. ახლა შენს ადგილს დავიკავებ. მე ერთი შემოთავაზება მაქვს. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას მაყურებელს, რა თქმა უნდა, მონაწილეებს. თუ შეიძლება მე ჩავალ მაშინ თქვენ ადგილზე. ძალიან კარგები იყავით სულ ყველანი. არ ეწყინება არც ერთ გუნდს, მაგრამ გამოკვეთილი 2 გუნდი იყო. ეს შედეგებზეც აისახა, რაც ძალიან კარგი არის. იმიტომ რომ როდესაც თავიდან დაიწყო ეს შეჯიბრი, ეს აი ამდენი გუნდი თავიდან არ იყო გამოკვეთილი. მე არ მეგონა რომ 5 გუნდი ფინალში მოხვდებოდა, იმიტომ რომ შედარებით სუსტად დაიწყო, მაგრამ შემდეგ დაიხვეწა თანდათან იუმორიც, თქვათ სხვადასხვა ნომრებიც, რაც ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ იმედი მაქვს საშემოდგომო შეჯიბრზე უფრო უკეთესი იქნება, უფრო მეტი გუნდი იქნება და ბევრად მომზადებულები მოხვალთ. მე მაქვს ერთი შემოთავაზება, კარგი ტური დაემატა ახალი, ცოტა სანერვიულო გაგიხადეთ ახლა სულ ყველას და ბიატლონი გავაკეთოთ ამ ორ გუნდს შორის და გამარჯვებული ერთი უნდა იყოს. საბოლოო შედეგი ესეთი დაждდა. ბრიგადა 54 ქულა, მგლანდი 58 ქულა, ელარჯი 66 ქულა, ქუთეისელები 73, კოზანოსტრა 73. ხოთ, კოზანოსტრა. თუ დილის გადაცემის რომელიმე წამყვანი პირდაპირ ეთერში სიგარეტს ეწევა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არცღამით არ ძინებია. მადლობთ. ეხა ქუთაისელები, გთხოვთ. ქუთაისში ჩატარდა შეჯიბრი ბატუტზე ხტომაში. გამარჯვებულს ეძებენ ახლაც. რაღაც ძალიან რთული მისია შემდგა ახლა და ესენი ყველანი კარგები გამოდიან და მე ახლა ცუდი უნდა გამოვიდე, ხო? ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდე ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის პროექტი, სადაც უნდა იყოს ძალიან კარგი იუმორი და რაც მთავარია მაყურებელმა უნდა იხალისოს და იცინოს ბევრი. ამიტომ აი ამ პატარა ლამაზ სუვენირს გადავცემ ქუთაისში.